პროექტი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ილორის წმინდა გიორგის სახელობის საკვირაო სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში მესამე წელია ხორციელდება, წარმატებით დასრულდა. პროექტის მიზანს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის გაზრდა, შემეცნებით საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გაძლიერება და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება წარმოადგენდა. ძალიან ემოციურია ყველაფერი, რაც აქ არის გამოყენილი. ამ მოკლე დროში, რაც მოახერხა ბავშვებმა ამის გაკეთება, შექმნა, სამომავლო გვაქვს გეგმები. ეს იქნება მინანქრის მიმართულება და საიუველირო მიმართულება. ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, დროებით დევნილი ახალგაზრდობის ჩართულობას, მათ ინტეგრაციას სოციუმში. პროექტი თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლაში 7-დან 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას, კერამიკა, მოხატვა, კალიგრაფია, ხატვა, ქსოვა, ქარგვა, ანიმაცია, წაკითხulis გააზრება და მეტყველებას ითვალისწინებდა. ყველაზე სანუკვარი საგანძური ეს არის ქართული ანბანი და ეფერებიან ქართულ ანბანს. მიხარია რომ მოზარდებს აქვთ იმისი ინტერესი, აქვთ უნარი რომ აითვისონ. მეორე წელია რაც ვასწავლი ქსოვას. ბავშვებმა საერთოდ არ იცოდნენ ჭირების დაჭერას კი და ეხლა რა ვიცი ძალიან მოდომებულები არიან. არა მარტო ჭირით, არამედ ყაისნაღითაც ცდილობენ რომ რაღაც ნამუშევრები შექმნან. ისეთ საქმეს სწავლობენ, რომელიც მთელი ცხოვრება გამოადგებათ. მესამე წელია რაც უკვე აქ ვართ. ჩვენ ვმუშაობთ ნახატებზე, კალიგრაფიულ ნამუშევრებზე, ასევე კერამიკაზე, ქსოვაზე. ძალიან სასიამოვნო პროცესია წერა კალიგრაფიულად და შედეგები ძალიან კარგი გამოდის შემდეგ. საკვირაო სკოლაში სასწავლო პროცესი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას უშუალოდ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა ლევან ჯანაშია ხელმძღვანელობდა. ტაძარში უკვე მესამე წელი არსებობს საკვირაო სკოლა, რომლის უწმინდესობის ლოცვა-კურთხებით დაარსდა და შემდგომ მეუფეშიოს ხელმძღვანელობით და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ჩართულობით ძლიერდება საციხარობა ისიც, რომ წლების მანძილზე აფხაზეთის მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო ჩართულია მიმდინარე პროცესებში, დაფინანსდა ორთვიანი სახელმწიფო ფონდი პედაგოგებისთვის და ამავდროულად მთელი წლის მანძილზე საჭირო საკანცელარიო ნივთები ბავშვებისთვის იქნა შეძენილი. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლის მოსწავლეების ნახატები, კალიგრაფიული ნაშრომები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა.